მე ვფიქრობ ინტერს ქონდა ეპიზოდურად მომენტები, ეს არ იყო შემთხვევით მოსული მომენტები, მაგრამ ჯამში ბარსელონა სხვა დონის გუნდი. როცა რაფინიამ ის რაღაც ბენგერი გაიტანა სასწაული გოლი, იმის მერე მეგონა რომ სულ ხა მინიმუმ 1 გოლის გატანას ბარსელონა ეცდება. რა მოხდა იმის მერე? ეს ალბათ არის უფრო კრუიფული თამაში, რასაც თამაშობს PSG ვიდრე ბარსელონას. მოგესალმებით, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩები უკვე დასრულდა და ჩვენს სპორტულ-ანალიტიკური პოდკასტ შედეგს მიღმას წამყვანები მე გიორგი, რეზი და ადამიანი, რომელმაც ინტერის მინიმუმ 2 გოლი გამოიცნო მონჟუიკზე, ირაკლი, თქვენთან ერთად ვართ და საუბრობთ ამ თემაზე. თუმცა, მანამ სანამ ამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, მინდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ იგი, გამოიწეროთ ჩვენი არხი, რადგან სტატისტიკურად ჩვენი არხის მაყურებლების 77%-ს ჩვენივე არხი არ აქვს გამოწერილი. სტატისტიკას ვეცნობოდი და ვათვალიერებდი იმ დღეს, შემიძლია მოვანათო კიდეც მეტი დამაჯერებლობისთვის, თუმცა რასაც ნამდვილად გთხოვთ და მოგიწოდებთ არის ის, რომ იმისთვის რომ უფრო მეტი კონტენტი შევქმნათ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი არხი გამოიწეროთ და ის სადღაც ქვევით ვიდეოს დაბლა რომ subscribe ღილაკია, იმას დააჭიროთ იმისთვის რომ არ გამოგრჩიათ ჩვენი მნიშვნელოვანი ვიდეოები. ბიჭებო, როგორ ახართ? როგორ იქნებ? ნანერვიულები? ფაქტიურად გავინაღდეთ ფინალი. ნანერვიულები, სიამოვნები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კარგი. როგორც დასაწყისში ვთქვი, ვაპირებთ ჩემპიონთა ლიგაზე საუბარს. მოდი პირველი დავიწყოთ ხვიჩა კვარაცხელიას PSG-ი, არსენალი PSG ვიხილეთ. კარგი თამაში იყო, მეორესთან შედარებით არა, მაგრამ ბევრი ტაქტიკური დეტალი იყო, ასე ვთქვათ, რომელზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. რომელი დაიწყებთ? მოდი მე დავიწყებ. პირველ რიგში გამარჯობა. ორივე ძალიან მაგარი თამაში იყო ჩემთვის. მეორე უკეთესადაც შეიძლებოდა დამთავრებულიყო, მაგრამ PSG-ს ბოდიში ხმის გათიშვა დამოიწყდა, მაგრამ PSG-ზე რომ დავიწყოთ საუბარი, ეს ალბათ არის უფრო კრუიფული თამაში, რასაც თამაშობს PSG ვიდრე ბარსელონას. კრუიფმა რაც შექმნა ტოტალური ფეხბურთი ამ წუთას PSG უფრო ეგეთია ვიდრე ბარსელონა, ჩემი აზრით, ცოტა ვუტრირებ, მაგრამ სადღაც სიმართლის მარცვალი არის მაგაში. ფაბიან რუისმა რაც გააკეთა გოლის მომენტში, ეგ არის მთელი იდეოლოგია, რაც კრუიფმა შექმნა, რომ შეიძლება ბურთს საერთოდ არ შეეხო და გაიტანო გოლი. ძალიან მაგრად აქ ახსნილი ადამიანის ორგანიზმზე აქვს რა. კრუიფს შედარება გაკეთებული, რომ რომ მიდიხარო, შეიძლება გვიძლი საერთოდ უფუნქციო არ გჭირდება სიარულისთვის, მაგრამ გვიძლმა თავის საქმე თუ არ გააკეთა, ვერ გაიულიო. ასე ხდება ფეხბურთშიც, სტატისტიკურად 3 წუთი გაქვს მარტო ბურთი 90-დან. რას აკეთებ დანარჩენი 87 წუთი, ეგ ხდის ფეხბურთელს და კარგ ფეხბურთელს და ცუდ ფეხბურთელს შორის სხვაობას გაძლევს ეგ. და გოლის მომენტში რასაც აკეთებს რუისი, ზუსტად ეგ არის ღვიძლი. რომ ჯერ დეკლან რაისი წაიყვანა შორს, რომ იქ ცენტრს მოეშორებინა, გაუხსნა დემბელეზე პასი, მერე დემბელეს ასწრებს, უყურებს კვარაცხელიას და კვარაცხელიას აცლის ტიმბერს. ტიმბერს მანამდე რაც უქნა ხვიჩამ ბევრჯერ გვაქვს ეგ ნანახი. შერბის საჯარიმოში და ტიმბერი უკვე ვეღარ რჩება ხვიჩაზე. გადადის იქით, ხვიჩა დარჩა თავისუფალი. მერე უწევს ტიმბერს დაბრუნება და იქ უკვე ირევა ყველაფერი და მანდ გამოჩნდა რამხელა დანაკლისია პარტეი არსენალისთვის. პარტეი რო ყოფილიყო მაგ არა მარტო მაგ მომენტში. მთლიან მაგ თამაშში რო ყოფილიყო, ბევრად სხვანაირ თამაშს მივიღებდით, როგორც არსენალის პრესინგს, ისევე შეტევის ნაწილსაც, პოზიციურ შეტევასაც და ცოტა უფრო შეფასებისკენ რო წავიდე თამაშის, ორი ტოპ დონის გუნდი თამაშობდა და ოდნავ უფრო მეტად ვისაც გაუმართლა, იმან მოიგო. არსენალს ოდნავ ნაკლებად გაუმართლა და ვერ მოიგო თამაში. ოდნავ სულად რო ეთამაშა დონარუმას, საერთოდ სხვა რაღაც მოხდებოდა და ჯერ არაფერი არ დამთავრებულა.
აი საერთოდ არაფერი არ არის დამთავრებული. მეორე თამაშიც ველოდები იგივეს, რომ ვისაც უფრო მეტად გაუმართლებს, იმიტომ რომ იმდენად ტოპ კლასის გუნდია, იმდენად დალაგებული და სტრუქტურული ორივე, რომ მან უკვე იღბალი უნდა ჩაერთოს. კი ბატონო. ეს ხო, აუთ ბევრი რაღაც თქმა შეიძლება ამ გოლის რომ გავაგრძელოთ, ბევრმა თქვა უკვე რომ ეს იდენტური გოლი იყო ლივერპულთან. აი რასაც რუისი აკეთებს ამ ეპიზოდში, როგორ ათავისუფლებს პასის დერეფანს, იგივე გააკეთა ლივერპულთან ვიტინიამ. სობოსლაი გაყავს და ის იხსნება პასის დერეფანი, მაშინ სხვა ფლანგიდან განავითარეს. შეტევა მარჯვნივ წაიღეს და ახლა მარცხნივ. პარტიზემ მთლიანად გეთანხმები. ანუ თან პარტი არ იყო, პლუს ჟორჟინიოც არ იყო. რომ რაღაცა ფორმით მაინც შეცვლილიყო, ამან ბევრი რაღაც შეცვალა. და ეს არსენალის გასამართლებლად გამოდგება, იმიტომ რომ PSG-ს უნიკალური სურათი ჰქონდა, 0 ტრამვირებული შეხვდა, 0 დანაკლისი ჰქონდა. აქ გამოვიდა ისე რომ რადგან არც პარტია არც ჟორჟინიო რაის მოუწია საყრდენად გადმოსვლა, მერინოს მოუწია თავდამსხმელიდან რვიანად გადმოსვლა და აი მერინო რაისის შეუთანხმებელი წყვილი იყო სხვადასხვა კუთხით, ანუ მაგალითად გოლის ეპიზოდშიც ჩანს რომ თქვათ რაისი მოდის რომ თქვათ ტიმბერი დააზღვიოს კვარასთან და დემბელესთან უკვე აი საყრდენ ზონას მერინო ვერ აზღვევს და ეგეთები მეორდებოდა მეორე ტაიმშიც იყო ეგეთი იქონ მერინო იყო საჯარიმოში და რაისი ვერ აზღვევს. თან თუ დააფიქსირე, აი სანამ დაზღვევაზე გადავა, კარგად ჩან, გაშლილ კადრში ჩანს, რომ იყურება, ხედავს, რომ მერინო მორბის, საკა მორბის და ამ ადგილს მიხედავენ, რომ წავიდა და ვერ მიხედავს. ანუ უბურთოდ ამაში იკვეთებოდა და ბურთითაც ძალიან კარგად ჩანს, რომ ანუ რაისი კარგი ფეხბურთელია, როგორც დამხმარე დამზღვევი. ანუ რაის აქვს ტოპ ართმევა, აქვს ტოპ სისწრაფე და საყრდენისთვის, მაგრამ მას სჭირდება რაღაც დაცვაში ორგანიზატორი ფეხბურთელი, რომელიც აი დააორგანიზებს, ასე ვთქვათ, დაცვის მოქმედებას, რასაც პარტია აკეთებს იდეალურად. და პლუს ბურთით აშკარად ჩანდა, რომ რაისი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა და ეს სკრინებზე ნახავთ ხო, რომ მაგალითად მარჯვნივ უნდა გააკეთოს პასი, სადაც შეტევის განვითარების ეს პერსპექტიული მიმართულება, ანუ ორი კაცი მირბის და რაღაც და უკეთებს ტროსარს, რომელსაც 4 კაცი აზის. და მაგალითად იყო კიდე იქ დეგორზე პასის გაკეთება, ეს არის რაც სკრინები გვაქვს და მარცხნივ აკეთებს ფლანგზე და რაღაც. იქაც აპრესინგებენ ეგრევე არსენალის ფეხბურთელს. ანუ ეს რაღაც მიკრო დეტალებია, რომელიც ძალიან ბევრ რამეს ცვლის, ანუ შეტევა პერსპექტიულად განვითარდება თუ შეტევა შეფერხდება. არის ლამასიას მწვრთნელს რო ენახა რაისის თამაში გარიცხავდა აკადემიიდან უეჭველი, ანუ ის შანსი არ იყო, იმას იქ არ დატოვებდნენ. იმიტომ რომ აი ახლა კროიფზე და ლამასიაზე და ამაზე ჩამოვიდა საუბარი, ანუ ეს არის ესეთი მიკრო დეტალები, რომელსაც შეტევის შენებლობაში აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. აი პარტი რომ დაბრუნდება, ესეთი რაღაცები შეიძლება, ანუ რაისიც უფრო კომფორტულ პოზიციაში დაბრუნდება და მერინოც უფრო კომფორტულ პოზიციაში. საპასუხო თამაშის წინ მე მაქვს ერთი რაღაცა take-ი თუ რაღაცა, hot take-ი თუ რაღაც და წინასწარ მე მგონი რომ არსენალი გაიტანა სტანდარტიდან. ო, კაი კაცო. ანუ რატო? აქაც გაიტანა. პლუს სტატისტიკა ვნახე და აი შემზარავ სტატისტიკა. 10 გოლი აქვს PSG-ს სტანდარტიდან გაშვებული ლიგა 1-ში. არის მეორე ყველაზე ცუდი გუნდი. ანუ თან წარმოიდგინეთ PSG ლიგა 1-ში ყველაზე ცუდა სტანდარტს ინიშნება მათ კარებთან, ხო? ამ თამაშიც თუ დააკვირდით არსენალს ცდილობდა ყველაფერი სტანდარტად გადაექცია. თავის ნახევარზე ჯარიმას რაია ურტყამდა პირდაპირ საჯარიმოსკენ უშვებდა. ისე მან ცოტა სტოქსიტის ვაიბები მოიტანა. ხო, მაგრამ სავალო იციან რა, რომ ეს PSG-ს ლუის ენრიკესაც ნათქვამი აქვს ინტერვიუში, რომ ჩვენ სტანდარტებისგან თავს ვერ ვიცავთ. ჩვენი დაცვა სტანდარტებისგან იქნება, რომ სტანდარტები არ დავუშვათ. ხო. ჩვენს კარებთან. ანუ ეს იქნება ალბათ ესეთ დარტყმის, ანუ ისე ნახავთ ალბათ იმას თავის ნახევრიდან რომ რაია უშვებს ბურთებს. თან ეს რაიას ჩაწოდებები ეს უბრალო ჩაწოდება არ არის, შედეგიანი ჩაწოდება არა. კარგად მიდის, თან არსენალის ეს არტეტას გვერდით უდგას ეს არსენალის სტანდარტების მწვრთნელი სულ და შესაბამისად მაგ უპირატესობის გამოყენება ხო ლონდონშიც ცდილობდნენ და ბუნებრივი ლოგიკურია რომ პარიზშიც გააგრძელო ეგეთი უპირატესობა. დონარუმა ცუდია გამოსვლებზე. ცუდად გამოდის, ანუ ყველაზე ცუდ რამეს აკეთებს გამოსვლისას, ანუ შუაში იჭერდება, არც გამოდის და არც კარში რჩება. გამოდის და ჩერდება გოლის ეპიზოდში. მე რომელიც არ ჩაითვალა, ხო, ძალიან კარგად ჩანს, რომ გამოიქცა და გაჩერდა უცებ და ანუ ეგ არის ტყუილად ხარ მაშინ და საერთოდ აზრი არ აქვს შენს იქ ყოფნას. გაჭედილი ხარ შუაში.
ხო, ნუ პარტის დანაკლისზე რო ვთქვათ, რეჟისორმა იმდენჯერ გვაჩვენა პარტი, იქ ტრიბუნაზე რო იჯდა კაი ჰავერსთან ერთად, რომ ლოგიკური იყო, რომ ისინიც ანუ ლონდონშიც ეგრე ფიქრობდნენ ზუსტად, რაც წინა გადაცემაში ჩვენ ვთქვით, რომ აი პარტის დანაკლისი, რომელმაც საბოლოო ჯამში გამოიწვია დიდი სივრცე მოედნის ცენტრში, რომელიც მე მარცხენა მცველი შემოდიოდა ხოლმე, რომ როგორმე ეგ რაღაცა დანაკლისი შეევსო და სხვათა შორის აი მაგ სივრცეს, რომელსაც ეს მარცხენა მცველი ითვისებდა, იქ შემოდიოდა ჰაკინი. და საპასუხოდ რჩებოდა ის, რომ არსენალის შეტევის განვითარება სკრინებზეც ვაჩვენებთ. მარტინელი ხშირ შემთხვევაში რჩებოდა მარკინიოსთან და სკრინებზე ჩანს, რომ არსენალი ცდილობდა, რომ აი მარკინიოსის ზურგს უკან გაეჭრა პასტები მარტინელიზე, რომ სისწრაფის უპირატესობა გამოეყენებინა მარტინელს. პრინციპში მაქედან მოვიდა ორი ალბათ ყველაზე სახიფათო დარტყმა, რომელიც არსენალს ჰქონდა და ნუ დონარუმას სასწაულის სეივები ვნახეთ, ერთხელ ტროსარს არ გაატანინა, მეორე ტაიმში, პირველ ტაიმში მარტინელის არ გაატანინა. ხო, ეგეთ მატჩებში გამოჩნდა რა, ყველა ეტაპზე ვიხილეთ, რომ მეკარის ტოპ თამაშმა შეიძლება გუნდი ძალიან მარტივად გაიყვანოს შემდეგ ეტაპზე და რაც დონარუმამ ქნა, რაღაცა იგივე რომ გაიმეოროს თქვათ პარიზში, საერთოდ არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ხაზზე ეს ტიპი არის ძალიან მაგარი, აი გამოსვლები რეზისტ მის არ იყოს, არის მისი ერთ-ერთი დიდი მინუსი. PSG-ზეც ხო უნდა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. იქამ კარგად ჩაგვიგდო, რომ ნუ ტიმბერი გააწამა, ხვიჩა კვარაცხელიამ, იყო ფოლები, რომლებიც ჩემი აზრით რომელიღაცა მაინც ყვითელზე გაკაჩავდა, მაგრამ ნუ არ ამოიღო ასე ვთქვათ საჯმა ყვითელი ბარათები, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ჩვენს გვერდზეც დავდეთ Facebook-ზე. რა ვიცი, ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც გაგიგიათ კლარენს სედორფიდან დაწყებული, ალესანდრო დელ პიეროთი გაგრძელებული, ყველა მისაუბრა ხვიჩაზე როგორ აღმატებით ხარისხში. იცი რომ აი ტიპი შედის ტოპ 5-ში ამ მომენტისთვის, ის შეიძლება ოქროს ბურთისკენ გაიწვიოს თუ PSG ლიგას მოიგებს, იქ მეორე ჩემპიონობაც შეიძლება დაგვემატოს. ნუ მოკლედ სასწაულ ფორმაშია ხვიჩა და ეს დამტკიცდა არსენალთან მატჩში. ჩემთვის პირადად ხვიჩა ეხლა არის PSG-ს ლიდერი. აი ეს არ დაგეთანხმება. მე ანუ პირველ ნახევარს ხვიჩას ძალიან მაგარი თამაში ჰქონდა, მაგრამ პირველ ნახევარსაათში PSG დომინირებდა ყველაზე უფრო. მე ვთვლი დემბელეს გამოდომინირებდა. ანუ დემბელე თამაშობდა, ანუ ვიცით ხო PSG შეტევა, ანუ დემბელე იწყებს ცენტრში და მე ფლანგებზე ცვლიან ხოლმე ადგილებს, ანუ ფლანგზე გადადის და უცვლის ვიღაცებს. ახლა თამაშობდა აი გამოკვეთილად სრულცხრიანს, მარტო სიღრმეში მოდიოდა. გოლის ეპიზოდში ეს ყველაზე უფრო გამოჩნდა და აქ იყო რაღაც წყვეტა რა, ანუ არსენალის ცველი მარიცოდნენ, რომ რა უნდა ეკნათ, ხო? კივიორი უნდა გაკიდებოდა მომენტში, მაგრამ კივიორს ეშინოდა უკან დაეტოვებინა ერთი მხრივ დუერჩებოდა ერთ-ერთზე ლუის სკელისთან, პლუს ჟოაუ ნევეს შეადიოდა ყოველთვის ხშირად ამ შემთხვევაში ზემოთ. და არ მიყვებოდა, ანუ საერთოდ ეპიზოდი იყო საყრდენად ჩადიოდა და ასე შემდეგ, ანუ აი კლასიკური ახლა ისე გამოდის, რომ ვინცა მაღალი და დიდი ცენტრფორვარდი არ არის, ყველა სრულცხრიანს უძახიან, მაგრამ სრულცხრიანი ვინც სიღრმეში მოდის. არა ის ვინც ფლანგებზე გადადის და ასე შემდეგ. აი ამას აკეთებდა პირველ ნახევარსაათში იდეალურად. და ნუ გადამწყვეტი ის იყო რა ფაქტორი თამაშის დასაწყისში. ნუ PSG-ს კიდევ თამაშის ბოლოს ჰქონდა კარგი ორი შეტევა, რომელთაც ორი ბურთი შეეძლო გაიტანა. აი შუაში მონაკვეთი უფრო არსენალის იყო. ეგ მე მგონი რაზე იყო, იცი ხო, ნუ ლიდერობაზე რაც თქვი ახლა ბუნებრივია სუბიექტურადაც ვუყურებთ, მაგრამ PSG-ს თავარი პლუსი ამ სეზონში იდეაში არის ის, რომ ამ გუნდს, ანუ არ არის რაღაცა ეგოების დატოლება ხო ხდები. როცა იყო ბაპე, მესი, ნეიმარი, ვერავის ვერ გაიგო, ვინ იყო იმ გუნდის ლიდერი და ეხლა უკვე რაც ხდება არის, რომ ეს გუნდი არის ერთი დიდი ორგანიზმი, ყველა ამაზე საუბრობს. ხო, პრესაში ამაზე საუბრობენ, ლუის ენრიკე ყველას აქებს, ხვიჩასაც აქებს, დემბელესაც აქებს, დუესაც აქებს. შესაბამისად, მე მგონი აი ეს პრობლემური PSG რაც ჰქონდა წლების განმავლობაში, უსახელოდ რო ვარდებოდნენ ჩემპიონთა ლიგიდან, ეხლა ამ გუნდის თავარი პლუსი არის ის, რომ ყველა ფეხბურთელმა იცის თავისი საქმე, არც ერთ ფორვარდს, ესე რომ ვთქვათ, არ ეზარება შავი საქმის შესრულება, ჩამოდიან უკან და ნუ მოკლედ ბევრისთვის PSG არის ამ მომენტისთვის სოფლიოს საუკეთესო გუნდი. ბევრისთვის შეიძლება ეს იყოს ბარსელონა, თუმცა ნუ PSG-ს თამაშის ყურება რო არის სიამოვნება, ამაში მე მგონი შევთანხმდებით. ნუ ერთ მოთამაშეზე კიდევ უნდა ვთქვა, ჰაკიმიზე იყო, ჰაკიმი ჩაატარა ძალიან ცუდი თამაში. ანუ ამაზე სტატისტიკა უნდა ვთქვა, დრიბლინგებზე არის რომ 46% აქვს წარმატებული. ანუ მოწინააღმდეგის დრიბლერთან, ანუ ძირითადად ატყვევენ ხოლმე, სამჯერ მოატყუეს ერთ-ერთზე და სამჯერ მომენტი გაკეთდა. მაგრამ ნუ ჰაკიმი რაღაც მომენტში გაიწირას, ვერ ვიტყვი, ანუ თვითონ ცუდად შეასრულა ის დავალება რაც ჰქონდა, მაგრამ PSG ხო პერსონალურად აპრესინგებს. და უწევდა მაილს ლუის სკელიზე თამაში ჰაკიმის. იმიტომ რომ ნუ როცა პრესინგი იწყება, ერთი ვინგერი აპრესინგებს ერთ ფლანგის წელს და მეორეს აპრესინგებს ფულბეკი. და მაილს ლუის სკელი შემოდიოდა ცენტრში და აი იკარგებოდა და პირველი ტაიმის ბოლოს იყო
TikTok-ზე რაღაც ცალკე ვიდეოც ჰქონდა. იქ შეიძლება PSG საერთოდ ორი წყვილის იმაში გადარჩა. ყვითელი აქვს ჰაკიმის და ეგეთი მომენტია, რომ აი ეს ლუის კერი შემოვიდა ცენტრში, ნახევარმცველებს გადანაწილებული აქვს და ფაბიან რუისი ხელით ანიშნებს ჰაკიმის, რომ წამოდიო. და რაღაც 30-40 მეტრს მოორბის და ნუ თანამსხმელს უნდა გამოიცნოს ის საით დატრიალდება და დატრიალდა და აი ჩამოეკიდა ჰაკიმი და მეთქი დაამთავრა, იმიტომ რომ რაღაც ისე იყო, რომ მე ბევრმა თქვა, რომ არა მეორე ყვითელს იქ არ მიცემდა და რაღაც, მაგრამ აქ საჯის იმაზეა უკვე რა, ანუ ძალიან სკანდალური მომენტი იქნება და თან შეიძლება ერთი ყვითელი რომლიც საჯის ემოციური იმაზეა დამოკიდებული, შეიძლება უცებ მიცეს მეორე, მაგრამ მალე გაუშვა ხელი. ამას მოყვა ის მარტინელის მომენტი, მე ზუსტად იქ რომ ლუის კელი წაქცეულიყო, აკიმ შეიძლება უკვე აღარ გვენახა. და ოდეგორს ერთი და ვიცი რაზეც რისით თქმაც გინდა. ხო, ოდეგორს ჰქონდა ძალიან სუსტი თამაში. ხა სტატისტიკა სპეციალურად დავსკრინე იმ დღეს, რომ ზუსტად წამეკითხა. 0.08 ჰქონდა expected assist-ი. ვერც ერთი ჩაწოდება ვერ გაატარა 3-დან, კარში დარტყმა არ ქონია, კარისთვის არაუცილებია და 6-დან 5 დრიბლინგი ჰქონდა წარუმატებელი. ანუ, როდესაც საუბრობთ კაპიტანზე, ოდეგორზე, ლიდერზე, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა უნდა ყოფილიყო ოდეგორი ამ თამაში და ნუ საერთოდ ჩაქრა. მე რაღაც ისიც ვნახე, მე იყო რომ გოგო ეკითხებიც ხომოდი ხარ პარტიზეო და ოდეგორის ფოტოს უგზავნის რა და ეს რას ნიშნავს და არ მე საერთოდ არ გამოვჩნდებიო. ნუ არ ჩანდა ოდეგორი და ეგ იმედია რომ ნორვეგიელი ამას მეორე თამაში გამოასწორებს. ირაკლი სავარაუდოდ უნდა და ხვიჩას პენალტზე ეთქმა, ხო? იმიტომ რომ იყო პენალტი. ანუ რა ვიცი, მე როგორც წავიკითხე და ვიცი, ეს არის მოედნის საჯის გადასაწყვეტი. ის განსაზღვრავს, რამდენად საკამარისია ეს შეხების ძალა ამ 11 მეტრინის დასანიშნად. ვარი ეგეთ მომენტებს, თუ ეს არ არის აი ცალსახად საგოლე მომენტი, არ ამოწევს ხოლმე, არ უძახის ხოლმე საჯს. მოედნის საჯმა გადაწყვიტა. ნუ მოედნის საჯმა გადაწყვიტა, კი ბატონო. ეგ რომ ვარის აზრით ყოფილიყო პენალტი, დაუძახებდნენ. შენ რას ფიქრობ, იყო პენალტი? აი რაღაცა შეგრძნების დონეზე მრჩება, რომ არ იყო რა საკმარისი დაჯახება არ იყო. აი მე რას ვფიქრობ, იცი? ნახე, როდესაც უყურებ თამაშს, ან როდესაც ვიდეოს უყურებ იმ მომენტის რა, ვიდეო არის სხვა რაღაცა და ფოტო არის აბსოლუტურად სხვა რაღაცა. ფოტო, რომელმაც მოიარა სოციქსელი, ნუ გასაგები არის მომენტი დაჭერილი, როდესაც ტიმბერს ხელი აქვს შემახოვრ ქუჩაზე, მე დავით ნინიაშვილის ხო, დაახურეს, დათო ნინიაშვილის ის დაახურეს. ეგ გასაგებია, მაგრამ ეხლა ნახე ვიდეოს რო დაუკვირდეთ რა, რამდენჯერმე უყურე. კი ბატონო, ხელს შემოხვევს, გასაგებია. ნუ ახლა ვერ ვიტყვით, რომ ამან დიდად ხვიჩას წონასწორობა დააკარგვინა. როდესაც ხვიჩამ იგრძნო კონტაქტი და დააპირა წაქცევა და აი როგორც კი ხვიჩა იწყებს წაქცევას, ტიმბერი ხელს უშვებს. ხო და რაღაც ცოტა არაბუნებ, ანუ ეგეთი დაჭერისგან უფრო სხვანაირად ეცემია. აი მეც ეგრე ვფიქრობ. აი მაგან გამიჩინა ის თორე. ხო ხა პენალტი რო დაედო ჩვენ არ გვეწყინებოდა მე მგონი რა რომ მიკერძოებულობა დაგვაბრალოს ვიღაცა მე მგონი სიგიჟე იქნება. დამაბრალოს კაც რა პრობლემა. უბრალოდ ანუ ჩვენთვის რა ჩატში ცხობს საუბრობთ ეგრევე საუბრობთ პრინციპში შესვენებაზეც ვილაპარაკეთ რომ რატომღაც აღქმა დამრჩა ისეთი რომ ხა მე-11 წუთზე ლონდონში სახლში თამაშობს არსენალი რაც არ უნდა იყოს. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მე ვფიქრობ რომ ეგ არ იყო რაღაცა 100%-იანი პენალტი. ნუ საბედნიეროდ ჩვენი აზრის საბედნიეროდ საჯი დაგვეთანხმა, სხვა შორის კომენტატორებმაც თქვეს რომ ჩვენი ახმით არ იყო პენალტიო, ვარიც დაგვეთანხმა. მე მგონი რომ ეს მოსაზრება ძალაში დარჩა. თუმცა ახლა რო დაედო არ გავგიჟდებოდით, ხო? სანამ მეორე თამაშზე გადავალთ, ბოლო სკრინით რო დავამთავროთ, ანუ კვარაზე ვისაუბრეთ როგორც შეტევით იარაღზე, მაგრამ აი ძალიან დისციპლინირებულად ჩადიოდა დაცვაში და ორმაგ ბლოკს აკეთებდა. ყოველთვის ნუნუ მენდესთან ერთად საკას წინააღმდეგ და აი მაგის სკრინებსაც მე საერთოდ მეგონა რომ წინვალედი თამაშა მაგ ხრივაც. ხვიჩა გახდებოდა MVP, იმიტომ რომ არსენალის ლიდერი აი გააქრო საერთოდ მოედნა, საკა ყავდა დაჭერილი და არ უშვებდა არც. საკას მახსენდება ერთი დრიბლინგი მარტო. ოღონდ ისიც ჰაკიმის წინააღმდეგ იქით რომ გადავიდა ფლანგზე, აი მე არსენალის ხარეს რო იყო პენალტი უნდა დაედოთ თუ არა ჟოუნევიჩი, მაგრამ აი ეს იყო როცა საკა საერთოდ იქით წავიდა რომ როცა თქვა აქეთ აკავრობას გაქცეოდა. ძალიან დაცვაში სასწაულად ითამაშა.
კარგი. წარმატები უსურვოთ ნებისმიერ შემთხვევაში ხვიჩას და PSG-ს მეორე თამაში, ჩვენ რა თქმა უნდა გულშემატკივრობთ და გვინდა რომ ძალიან დიდი ხნიანი პაუზის შემდეგ ვიხილოთ ქართველი ჩემპიონთა ლიგის ფინალში. და ეხლა გადავიდეთ ერთმანეთის ხოცვა ლეტვაზე. მანამდე მინდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი არხი, შეგიძლიათ გამოყვეთ TikTok-ზე და Facebook-ზე და ხო, ლინკებს დაგიტოვებთ მოკლედ აღწერაში. კარგი, მეორე და უფრო გიჟური მატჩი და უფრო მეტი საინტერესო დეტალი ბარსელონა ინტერი. რომელი დაიწყებთ? შეგიძლია მეტი და მე ეს ცივი არაღი როგორ ჩამოკიდებული ამ გადავაგდო. გადავიწყო. რაც თქვი გამართლდა. 30 წამი დაჭირდა ინტერს იმისთვის, რომ გაეტანა გოლი, თან გაეტანა სუფთად თავის სტილში და ბარსელონას პრესინგი გაეკრო. მაგან შეცვალა ყველაფერი. ჯერ თავიდან მოდი ჩემი დაფა როგორ აპრესინგებდა ინტერი, როცა ჩადიოდა ბარსელონა ბურთზე. ჯერ თავიდან ინტერი აპრესინგებდა? კი, თავიდან აპრესინგებდა, მაგრამ მე უკვე მეორე გოლიც გაიტანა და აღარ დაჭირდა დიდად გაწვალება. ნუ თავიდან აქ ეს ოლმოდიოდა ზევით და იდეაში კუნდე იყო შესული შიგნით, ბალდე წასული წინ, რაფინია გადმოსული და ბალდე აღარ იყო თორე. ბალდე რა იყო და მარტინი და ცენტრში ქონდა ინტერს უპირატესობა, მაგრამ რადგან აი აქ სიტყვაზე ეს არის ბურთი 3-2-ზე მომენტი რადგან იქნებოდა აი ამ ზედანაწილში, მე უკვე მოიფიქრე, ცადეს ესეთი რაღაც, რომ მხითარიანი ადიოდა ზევით, მაგრამ აი ამ ზონაში გამოდიოდა დანი ოლმო და ბასტონი გადადიოდა დანი ოლმოზე და სარკისებურად იცავდა ინტერი თავს, ოღონდ 4-3-3-ით იცავდა რა, ოღონდ ეს არის ბასტონი, ცენტრალური მცველი ასული ცენტრში. რაქნა ამან შექმნა აი აქ ძალიან დიდი სივრცე, რომელსაც ძალიან მაგრად იყენებდა კუნდე. მეორე ეს ხდება პირველ 20 წუთში. მე 20 წუთზე უკვე ინტერმა გაიტანა მეორე გოლი და კარგად ბრძანდებოდა თქვენი პრესინგი არათუ და ჩაჯდა უკან. და აი აქ დაიწყო აი ამ ბავშვმა, როგორც მოურინიო იძახის, გავიმეორებ, სახელი აღარ მახსოვს. ხო, იამალი და იამალმა ითამაშა თამაში, რომელზეც ალბათ პრაიმ მესიც დიდი სიამოვნებით მოაწერდა ხელს. გოლის მომენტში, აი აქედან რო წვრება. ინტერის დაცვა იდეაში შეცდომას არ უშვებს. კარგი, მხითარიანი ოდნავ წამოიღო მოძრაობაზე, მაგრამ რეალურად 17 წლის ბავშვს, პატარა ღლაპს 30 სანტიმეტრი მისცეს, ნახევარ ჰექტარ მინდორზე 30 სანტიმეტრი მისცეს და იქიდან გაიტანა გოლი. ანუ რა ფენომენია საერთოდ ეს? ანუ იდეაში ბასტონი კარგად გადავიდა დაზღვევაზე, მხარე ჩაუკეტა, იქიდან აჩერბი აზღვევდა, აქედან დიმარკო აზღვევდა, მაგრამ რამდენი ხალხი იყო, აი ეს ხდებოდა აქ. აი ეს ხდებოდა და გაძვრა. 5 კაცში აღარი დარტყმა. ხო, 5 კაცშია დარტყმული. ნუ ინტერის სტანდარტები ეს ამაზე ცოტა მერე გადავიდეთ და მგონია რომ ეგ გახდება მეორე თამაშში თავარი უპირატესობა, იმიტომ რომ ბარსელონა რამდენადაც ტექნიკური გუნდია, იმდენად დაბლები არიან და სტანდარტებზე კარგი ცენტრალური მცველები არიან შედარებით მაღლები, მაგრამ ბასტონი, აჩერბი, ბისეკი იყვნენ, ყველა მაღალი ეგენი დაიჭერეს და მე მაღალი დუმფრისი შერჩა ოლმოს ორივეჯერ. ოლმო პიერი ანრისის ნახეთ გოლოსოში თქვა რომ მეო თავდამსხმელი ვიყავიო რა და აი აქედან თუ არის კუთხურიო ძირითადად მინდოდაო რომ აქ უნდა გარიყავიო ხოლმე, იმიტომ რომ როგორც კი თავზე გადამაფრინდებოდა ბურთი, всё, ის უკვე ჩემი აღარ არისო რა და რაც მოხდება მე არ დამბრალდებაო და აი დაახლოებით იგივე ჭირდა ოლმოს. ნუ მარტინს სისხლი გაუშრო დუმფრისმა. აი სასწაულები აკეთა. და კიდე ერთი მომენტი რაც მინდა თქვა, ტურამის ინტერვიუ თუ ნახეთ. სასწაულად გვაპრესინგებდნენ. ძალიან უკან გვიწევდა დაცვა, თავის დაცვაო და
მე ძალიან კონტრზე რომ წავსულიყავ, ძალიან შორს ვიყავით კარიდან. ერთი პატარა უპირატესობა კიდე რაც ინტერს ექნება, სან-სირო არის მონჟუიკზე 7 მეტრით ნაკლები. და აი ეგ ქვევით ჩასხდებიან, აუცილებლად ჩაჯდება ინტერი დაცვაში და თავისი სწრაფი ტრანზიციით კონტრშეტევაზე ბევრად მეტი შანსი ექნება მოედნის ზომის მიხედვით. ვიღაცები არ დამეთანხმებიან ამაში. მაგრამ მაგრამ შეიძლება მეორე მხარეს იმუშაოს, ანუ უფრო ნაკლები სივრცე ექნება ბარსას დასაპრესინგებელი, რადგან პატარა მოედანი. არა, ანუ ბარსელონას ჩემი აზრით არა რა. ანუ 10 მეტრი ძალიან ბევრია რა. 10 მეტრი ძალიან ბევრი, 7 მეტრიც ძალიან ბევრია. 100 მეტრი რო გასარბეი და იქ კიდე 7 რო ემატება, უკვე აი თვალებში გიბნელდება რა ბოლოს რა. და არ ველოდი სიმართლე რო გითხრა, იმას რომ ინტერი ამდენს გაუძლებდა, მაგრამ ერთ სტატისტიკას მოვიყვან, რის მიხედვითაც ვიტყვი რომ ინძაგი მაჯობა ფლიქს. ლამინ იამალს ჰქონდა 107 შეხება ბურთთან. რეკორდი მოხსნა. ვინგერისთვის არის, ანუ სადღაც 110 ჰქონდა პედრის. და ანუ პედრი და დეიონგი ანუ თანაბრად იყვნენ რა და წარმოიდგინეთ, აი ეს ორი მოთამაშე, რომელიც იწყებს შეტევას ფლანგიდან თუ ფლანგზე გადადის ბურთი უეჭველი ამათთან ხვდება. აი ამ მოთამაშეს ჰქონდა იგივე რაოდენობის შეხება. ანუ იმდენად პოზიციურად სწორად წაიკითხა ინძაგიმ ფლიკი, რომ ბოლოს უკვე იყო რომ მოდი აჰა ბურთი და ქენი რამ. როგორი იცროშვებოდა. როგორი შეგრძნება მქონდა, იცი, რადგან იამალზე ამდენი საუბრა, ბარემ სტატისტიკასაც ვიტყვი რა. ნუ გოლი ხო ქონდა, ორჯერ ხო ხარიხას გაარტყა. 46 ზუსტი პასი ქონდა, 6 წარმატებული დრიბლინგი ქონდა და ორჯერ დაიბრუნა ბურთი და გემახსოვრებათ ეგ ბასტონის რო ვარდნა გაუკეთა და იქიდან რომ მომენტი მოვიდა. ხო და ისეთი მაგარი თამაში ქონდა იამალის, იცი როგორი რას უყურებდი მეგონა, იცი, კალად ბურთში რო ერთ კაცს წაუვა თამაში და აი hot hand-იაო რო ამბა სტეფ კარის მაგალითად და ყველა ბურთი მაგიტო ქონდა მაგდენი შეხება რომ ყველა ბურთი მიდიოდა იამალისთან და ნუ ეს ტიპი რავი 17 წლის ასაკში ამას რო აკეთებ, მაშინ უკვე გამოდის რომ 18 წლის ფეხბურთელებს ზოგადად რო უყურებთ, თუ მაგერები არ არიან, იმდენად დაიწია მოკლედ საფეხბურთო ასაკმა, რომ 22 წლის ფეხბურთელზე უნდა თქვა გამოცდილი არისო რა, ეგრე გამოდის, ხო? და ნუ რა ვიცი, მართლა პირიღია მქონდა, ისე უყურებდი იამალის ამ რაღაცა ტოპ პერფორმანსს. თუმცა ინტერსაც ნებისმიერ შემთხვევაში ბრავო, მე ამ წყულში კი ბარსელონას გულ შემატკივრობ. მაგრამ დეტალატო. ხო. რეზი. ხო, და ერთ რაღაც პატარა დეტალს, ძალიან პატარა დეტალს დავამატებ, რომ ამ თამაშში ძალიან გაუმართლა ინტერს, რომ კუნდე გაიტრავა. აი მაგაზე მინდოდა თქმა. ხო. კაი. ნუ რაშიც ვეთანხმები, ეგ არის ინტერს ქონდა ისე დახაზული კომბინაცია, რომ მარცხნივ ათამაშებთ, აქეთ ვიკრიბებთ ბარსას ფეხბურთელებს და გადაგვაქვს დუმფრიზზე ერთ-ერთზე ვტოვებთ მარტინთან და ნუ იდეალურად მუშაობდა ეს პირველი გოლი და შემდეგაც ნუ მუდმივად იყო ეს, რომ დუმფრიზი ჩებოდა იზოლაციაში. და ნუ სტანდარტებზე ბოლომდე მოვყვები. მე ვეთანხმები მაშინ, რომ ინძაგიმ ითამაშა თამამად. მე მეგონა დარმიანი დადგებოდა. ბარსაში ჩადიხარ ამ ბარსასთან სათამაშოდ და ნუ დარმიანი უკეთესი მცველია ვიდრე დუმფრიზი. დუმფრიზი უკეთესი არის ვიდრე შეტევაში. იმ ფლანგზე ინძაგიმ გამოიყვანა ინტერის ორი ყველაზე შემტევი მცველი. ანუ დუმფრიზი და ბისეკი. ანუ შეგნებულად ურთქავდა ბარსელონას სუსტ ზონას. ყველამ იცით რომ ნუ ჟერარ მარტინი უბრალოდ არ არის ბარსას დონის ფეხბურთელი. საერთოდ არ არის, ანუ არ უნდა თამაშობდეს, არ უნდა იდგეს იქ. და ჩანს რომ აი ფლიკი ეძებს სანამ ბალდე დაბრუნდება რომ აი რომ ვინ ივარ ფორტი გამოიყვანა მანამდე მარჯვენა ფეხით თამაში. მე ინიგო მარტინესი გადაყავს იქით, მაგრამ ნუ არ ეშველა ბალდეს გარეშე იმ ფლანგს რა. მე უბრალოდ არ გეთანხმები მაშინ რომ მე თვითონ ინტერს ქონდა ეპიზოდურად მომენტები, ეს არ იყო შემთხვევით მოსული მომენტები, მაგრამ ჯამში ბარსელონა სხვა დონის გუნდია. უბრალოდ ან ბარსელონას ძალიან ბევრ სივრცეს აძლევდა. პრესინგში არ გეთანხმები, იმიტომ რომ რეალურად აღარც იყო ჩემი აზრით ეს იყო რაღაც ლაუტარო ტურამი იდგა და უნდა დაეკეტათ დეიონგი, პედრი, კუბარსი და კუნდე. და ამიტომ იყო იამალზე მიდიოდა ასე ხშირად ბურთი. 92-ში რაღაც 100 რაღაც შეხება ჰქონდა იამალს. უფრო მეტი შეხება ამ სეზონში ჰქონდა მარტო სოსიედადის წინააღმდეგ, რომელსაც მე-15 წუთზე კაცი გაუგდეს. ანუ ცალკარა მიდიოდა, ხო? თვლი რომ რაღაც ინტერი
ძალიან ბევრ სივრცეს ტოვებდა პედრისთვისაც და აი გოლის ეპიზოდში ჩანს ძალიან კარგად რომ ხითანიანს იმენად ეშინია რომ იამალი ერთ-ერთზე დარჩება დიმარკოსა რომ საერთოდ იქით მირბის და პედრის აძლევენ აი პასის გასაკეთებელ სივრცეს ანუ ბარსელონას უკეთესი რეალიზაცია ქონოდა აქ რეალიზაციაში არ გულისხმობ ხოლმე დარტყმებს ანუ რაღაც ის მომენტები როცა შედიოდნენ სახიფათო ზონაში რომ უკეთესად გაეთამაშებინათ ნუ იქნებოდა ეს უნდა მოეგოთ რა მე ეგრე ვთვლი რომ ანუ ბარსელონას მომენტები ატარებდა უფრო სისტემურ სახეს ვიდრე ინტერის ატარებდა ეპიზოდურ სახეს მაგრამ ეს არ იყო შემთხვევითი მომენტები როგორც ეს იყო ვთქვათ გამიზნული მომენტები მეორე წინა ვიდეოში ვთქვი რომ უკეთესია ბარსასთვის ლევანდოვსკის მაგერად ფერან ტორესის ყოფნა თქო მეორე გოლზე გამოჩნდა არტემარი უკეთესი ანუ სიღრმიდან შერბის ტორესი და აჩერბი იკარგება უკვე და აღარ იცის საიდან და ეს ზურგს უკნიან გამოიქცა უცებ ეგ არ ვიცი ლევანდოვსკი ბრუნდება თუ არა რაღაც ესეთი კონტროვერსიული ნიუსებია და თუ დაბრუნდა ჯობია ისევე ტორესი გამოიყენა იმიტომ რომ ნუ აჩერბი არის ეგეთი ისა აჩერბი არის საჯარიმოს მცველი თუ საჯარიმოდან გადის ფეხბურთელი მას უჩნდება ორი არჩევანი ამ და დატოვოს საჯარიმო დაცვის და ეს მისთვის არაკომფორტული ზონაა ან საჯარიმოში რჩება და ნუ არაფერს არ იცავს იქ უბრალოდ მე უკვე მეორე ტემპით თუ შემორბის ვიღაც ის მაინც ასწრებს ბურთზე თამაშს გოლის დროს გამოჩნდა რა ვიცი საპასუხო თამაში რასაუბრებით იმაზე ცოტა მე ხო მეც ვიტყვი წინა თამაშზე სტატისტიკურად რო შევხედოთ ამ თამაშს ესე ძალიან ციუ გონებაზე შეგვიძლია ვთქვა რომ აუ როგორ გაუმართლა თურმე ინტერს ხო იმიტომ რომ წავიდა სამჯერ დაარტყა სამივე გაიტანა შესნის სეივი არ ქონია ხა რეალურად მაგ თამაში მაგრამ ესე რომ შევადაროთ ხა ბარსელონა რომ სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია სავარაუდოდ ტოპ 2-ში არის ხა ბარსელონა ხო ინტერი არის და ინძაგი მას ყველაზე კარგად იცის რომ ბარსელონა არის ეგეთი გუნდი მე მაგალითად რატო შევაქე ინტერი მიუხედავად იმისა რომ ხა ინტერი გულზე არ მეხატება ამ შემთხვევაში ვიქნები ობიექტური და მართლა ვისიამოვნე ინტერის ამ თამაშს. მე მგონი არავინ არ ელოდა ინტერისგან იმას, რომ გიჟურ პრესინგზე წავიდოდნენ 90 წუთი, მით უმეტეს რომ ასაკი მათი იმდენად მაღალია, რომ ფიზიკურად ვერ გაგაჩავდნენ მაგას, მაგრამ აი ძალიან პატარა მონაკვეთს ავიღებ მატჩიდან. როცა რაფინიამ ის რაღაც ბენგერი გაიტანა, სასწაული გოლი, იმის მერე მეგონა რომ всё ეხა მინიმუმ 1 გოლის გატანას ბარსელონა ეცდება. რა მოხდა იმის მერე? იმის მერე ფაქტობრივად ბარსელონას მომენტი არ ქონია. ინტერი აი ამ ბარსელონას მაღალ ხაზს ტესტავდა კი არა იყენებდა ჩემი აზრით ძალიან მაგრა. ანუ ტიპები ისე მაგრად გადადიოდნენ ორი პასით ფაქტობრივად რჩებოდნენ რაღაცა როგორ მომენტში იცი აი ესე რომ უყურებდა რომ წამოდგები რომ აი და რაღაცა არ მოხდეს რა. შესაბამისად აი ამ ეს დუმფრიზე წინასწარ დაწერილი კომბინაციები ძალიან მაგარი იყო და არ ვიცი სანსიროზე რა იქნება, მაგრამ ინტერი იქაც სერიოზულ პრობლემას შექმნის, ჩემი აზრით. ტრამვების აპდეიტსაც მოგცემთ ბარემ, ბევრი ისაუბრეთ ამაზე. ხო, კუნდე რო დაემტრა ბარსელონას ინტერს ამაში გაუმართლა და ბარსას ძალიან არ გაუმართლა, იმიტომ რომ კუნდე არ არის რაღაცა რიგითი ფეხბურთელი. ბარსელონა ისეთ სტილს თამაშობს, რომ კუნდეს და ბალდეს დანაკლისები არის ძალიან სერიოზული რა. კუნდე არის, ნუ იშვიათი მცველია, ცენტრალური მცველი იყო თქო გახსოვთ სევილიაში. და მერე გადმომარჯვენა მცველდა, რომელიც ამ ფლიკის ტაქტიკაში და სქემაში ჯდება ძალიან მაგრა, ამიტომ 86 მატჩი ქონდა ზედიზედ ჩატარებული, სანამ მალიორკასთან უბრალოდ დაასვენებდნენ. შესაბამისად, კუნდეს გასვლამ პრობლემები შეუქმნა ბარსელონასთან ძალიან სერიოზული. კუნდე არ არის ხა ტრენტი და კიმიხი ხო, რომ ბურთის გათამაშებაში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. კუნდეს თამაში მეორე თამაში გამორიცხულია მონაწილეობა იმ შეხვედრაში. ლევანდოვსკიზე გუშინ დაწერა ესპანურმა პრესამ, რომ მოიშუშებს ტრავმასო, უდიდესი ალბათობითო, ბალდე აუცილებლად იქნება და ხო, ლაუტარო მარტინესი რო დაემტრა ინტერს, მაგის თქმა დაგვავიწყდა და როგორც გუშინ დაწერა ტუტო სპორტს ეწერა, მე მგონი რომ სავარაუდოდ ძირითადისთვის ვერა, მაგრამ ეცდებიან რომ სადაც არიგოთა სკამისთვის ლაუტარო მოიგო საკვანძო დუელი პირველ ლიგის. მან დაუგდო ტურამს და მე გაკეთდა იქ პასი. ხო, ლაუტარო ზურგით ლაუტარო როცა დგება, ხო თითქოს არა დიდი, მაგრამ აი ელიტურია ზურგით. ძალიან მაგარი. მაგრად მოუმატა. ბურთის დაჭერა შეეძლო ყოველთვის, მაგრამ ეხლა უკვე დრიბლინგი დაამატა მაგას. ბაიერნთან თუ გახსოვთ 20 კაცში რო გაძრო. ნუ აი მეჰდი ტარემის იმედად რომ და როგორ განიცადა ეგ ტრავმის ეპიზოდი ლაუტარომ ტიროდა მე მგონი ინძაგი მუთხა რომ იმდენად ცოტა დარჩა ტაიმის დამთავრებამდეო დარჩი რო შესვენებაზე ვნახოთ რა ხდებაო და მაგიტო იყო თორე მე მგონი იმ წამს უნდა გასვლა რა ისე გაიქცა იმ ტექნიკური ზონისკენ
რომ მე მგონი იცოდა თავადაც რომ ფიზიკურად ვერ განეცხო ის არის კონტაქტის მერე მიღებული ტრაუმა არის ხო? რაც ყველაზე საშიში. ხო, აი ტუტოსპორტსვე ეწერა რომ ამ ტრაუმასო როგორც წესი სჭირდება 10-დან 15 დღემდე მოშუშების ვადაო და 10 და 15 დღე კი არა 6 დღეში აქვს რეალურად თამაში, მაგრამ ნუ მიუხედავად ამისა El Toro, ხო ესე უწოდ? El Toro და იქნებ იმას აქნას რა ქვია, რაღაც მთელი მსოფლიო ჩემპიონატი ითამაშა პირველგამოუჩებლი. იქნებ ერთი ნევსი ეხლაც გაიკეთოს. მე როგორ ითამაშა? ხო, რას ველით მილანში მოკლედ? ხო, მილანში ერთ სადა მაგაზე გადავალთ. წითელი იყო თუ არ იყო? იცი რა, მე იმ დღესვე რომ საუბრობდი ჩატში, რომ შემოგეწინააღმდეგე ხო გასოს კუბარსი დამზღვევი იყო მე. მე ბიჭო ის ვიდეო რო ჩაგიგდა იმასაც ვუყურე რომ აღვიდგინე ასე ვთქვათ ეგ ეპიზოდი. არ იყო მანდ კუბარსი დამცველი კი არა დამზღვევი უკან იყო საერთოდ. აი, არ ვიცი რა, მე გამიკვირდა ვარზე რატო არ შეამოწმეს. ძალით ითამაშა, ანუ ხელით. ანუ რა მნიშვნელობა? მოძრაობა გააკეთე. პოზაში არ არის ხელი. ხელი აქ აქ. ეხლა მთლად უტრირებ. აი, ნახე ესე ხო ესე არა. ფოტო სად არის გავაცოცხლო ფოტო. ამოვანახეთ აქ ხელი. ნუ მაგ მომენტში არ და ბევრი მსაჯი ვიცი ვინც მან დადებდა, ვინც მან მიცემდა წითელს. შეიძლება რომ შეფასდეს 50-50-ზე ეგ მომენტი. ოკეი, მონჟუიკია, ოკეი, ნახევარფინალია, არის მსახური. კიდე პენალტს რო არდებ. ცოტა რაღაცა მოაჭერი ფეხი რა პენალტი იყო ეგ წითელს რო არ იძლევა ცოტა მოაჭერი რა თამაშგარეზე ფეხი რა არ თამაშგარის იმაში ნუ სუფთა წესით რო ავიღოთ ნუ ეგრეა ახლა მაგრამ მე ვთვლი რომ თამაშგარის ეპიზოდში ხელი უნდა ითვლებოდეს მცველის ხელი უნდა ითვლებოდეს იმიტომ რომ დაცვისას მცველი იყენებს ხელსაც კორპუსი როგორ დააყენებს რაღაც უნდა ითვლებოდეს ახლა ესეა რომ არ ითვლება და ნუ თამაშგარის წესს მე საერთოდ ყველაზე სწორ წესად მივიჩნევ ფეხბურთში, იმიტომ რომ არ იძლევა სპეკულაციის საშუალებას, ხო, გაზომა და ეგრეა. ვერაფერს ვერ მოედავები ხა რომ ნუ აი იყო რაღაც 10000-ში ერთი შემთხვევა, როდესაც ხაზებს როვლებდნენ რაღაც შეიძლება ვერ გაეღოთ, მაგრამ ეხლა ხო საერთოდ ეს არის ნახევრად ავტომატური სისტემა. ნახევრად ავტომატური და ჭირი მაგას. ხო, ამ თამაშგარი ყველაზე სამართლიანი წესია იდეაში ფეხბურთში. იმიტომ რომ რაღაც სპეკულაციის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ მე ვთვლი რომ ხელი მცველის უნდა ითვლებოდეს. ნუ შეიძლება შემტევის ხელიც ითვლებოდეს. ნუ ამ შემთხვევაში მაშინ ხელი რო ითვლებოდეს თამაშგარის გასაზომად, ნუ მაშინ გოლი იქნებოდა. იმიტომ რომ ნუ ხელი აქ იქოდნავ წინ. ეს არის ვენგერის წესია, მე მგონი ძალიან ვენგერის წესს მე არ ვეთანხმები, მაგრამ ხელი კორპუსით წინ ეგ ძალიან დიდი ის არის. მე მგონი რომ ფეხბურთი გაფუჭდება. მე მგონია რომ უფრო საინტერესო გახდება რა. ნუ ვენგერის წესი თუ შემოვიდა რომ მთელი კორპუსით წინ იყოს, ფეხბურთელი ეს ნიშნავს რომ დაცვის ხაზი დაიწევს უკან. იმიტომ რომ ნუ მაშინ ძალიან დიდი რისკია მაღალი დაცვის თამაში, იმიტომ რომ უდნავი ისიც კი, თუნდაც ნახევარი კორპუსი დიდი სხვაობაა. ანუ მაგალითად ვინისიუს ან ვიღაცა შე რომ მიცე ნახევარი კორპუსის ფორა, ეგ არის ნუ განწირული ხარ. ანუ არა მაგას მეც არ ვეთანხმები. ხო ეგ ინიგოს მომენტი არის. რაღაც ხელი უნდა ჩაითვალოს ალბათ მაინც. შეიძლება, მაგრამ მთელი კორპუსი, ნუ ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ბევრი არის საერთოდ რომ თამაშგარე რა საჭიროა და რაღაც და გონიათ რომ ფეხბურთი ისე გაგრძელდება. ოღონდ ეს თამაშგარიდან გაუქმებული გოლები კიდე დაემატება, ეგრე არ იქნება საერთოდ ვინახავთ აი ის დაფარვები ყველა ქვემოთ იქნება ჩასული რომ რაღაც თამაშგარის დააზღვიოს. ინტერესის ბევრი არაფერი შეიძლება ეხლა მომენტ. და ნახოთ ხო რა იქნება მომდევნო. ნებისმიერ შემთხვევაში ამაზეც რო ვთქვათ ძალიან ცოტა ხანი, ნებისმიერ შემთხვევაში აქაც ველი ძალიან მაგარ თამაშს, ალბათ ისევ იგივე სტილში ველით განვითარებას, უბრალოდ აი ეს იქ სხვა შორის სტრაფმა გოლმა ძალიან ბევრი რაღაც შეცვალა მით უმეტეს სტრაფსაც ხო გააჩნია, ნუ 1-0 დაიწყო რა, 0-1. ბარსელონა აქაც ეცდება პირველ ნომრად თამაშს, ინტერი ისევ ამ მარტივი გენიალური დაცვიდან ამოსულებით ეცდება რომ ძალიან სწრაფად გადაკვეთოს ხაზი. განსაკუთრებით ის რა მაინტერესებს, ბარსელონას ფანები რო იძახიან რომ ბალდე, აი ბალდე დუმფრისის ჯახი მაგრად მაინტერესებს. ბალდე იქნება ფაქტორი ერთი მხრივ, იმიტომ რომ რაფინიას ექნება მეტი დახმარება შეტევაში. ამან შეიძლება თქვა დუმფრისი შებოჭოს იმ კუთხით რომ ნუ ორი ერთზე არ დატოვოს ფლანგზე, თუმცა ეს არ არის ორი ერთზე იქ გადადიან ხოლმე კიდე ხო ნახევარმცველები და შემდეგ. მე მგონია რომ ინტერი გაიტანს, იმიტომ რომ მე ძალიან ეჭვმპარება რომ ბარსელონამ უგოლოდ გოლ გაუშვებლად გავიდეს. მგონია რომ ბარსელონას მეტი მომენტი ექნება ისევ და ნუ რეალიზაციაზე დავა ბევრი რაღაც.
როგორ გამოიყენებენ ამ მომენტებს. ინტერმა თუ ვერ გაიტანა მოგვიკვდება. არა ხო ბარსელონა ეგეთი გუნდი, ჭკვამხიარული გუნდი აქვს ყალებში რო ვთქვათ რა. უშვებს არ აქვს პრობლემა, უბრალოდ იმდენად დიდი შეტევითი პოტენციალი აქვს, რომ გააჩნია რამდენს გაიტანს. ნუ ინტერის მხარეს არის ის რომ სახლში თამაშობს და ის რომ ფრე წაიღო ბარსელონა არავინ არ ელოდა რომ ფრეს წაიღებდა. მოგებასაც წაიღებდა მხითარიას ორი ზომი პატარა ფეხი რო ბარსას მხარეს არის ის რომ ბარსა უბრალოდ უკეთეს ფეხბურთს თამაშობს. ნუ ჯამში აი ხა ნუ ვიკავათებთ იმას რომ ბარსელონა უკეთესი გუნდია ვიდრე ინტერი ჯამში. ნუ არც გემოვნებას გააჩნია ხა უფრო დომინანტი გუნდია და უფრო ხო მაგრამ ინტერს ესეთი თამაში უყვარს. გამართლებაც ინტერი კი ნახევარფინალი როგორ ხა ინტერი რავი ამდენ თამაშს ატარებს 30%-იანი ვურთისფლობით სეზონში. ბევრს. ანუ ახლა უბრალოდ რაღაც ლეჩე ვერ უკაჩავს იმას რომ 70% დაიჭეროს ვურთი თორე ლეჩე რო კაჩავდეს მაგას დიდი სიამოვნებით დათანხმება ინძარი. და კიდე ერთი ფაქტორი გვაქვს, მე მგონი შემოსატანი ეგ არის ფიზიკური ის, ანუ ბარსამ ითამაშა რეალთან თამაშის მერე 120 წუთის მერე. ახლა ითამაშებს რაღაც მკვდარ გუნდთან თამაშის მერე. ინტერიც. ხო, ანუ ინტერ ვერონას ხდება ხო? ვერონა გავლითის, გასულითი გავლითის. გამოვა ისეთმა თამაშებს გამოიყოს იმედი მაქვს რომ მეც ვერ ვიცნობ. იმედია სკუდეტოს დატოვებს იქ. ნუ საერთოდ არ მაგის იმედი. ნუ არ ვიცი სკუდეტოს ამაზე ალბათ მე ვისაუბრებ, მაგრამ მე არ მგონი რომ ნაპოლემ რაღაც ორი თამაში ვერ მოიგოს. არა ხო. ანუ ერთიც რომ ვერ მოიგოს, მაინც ხო წააგოს. ხო ერთი უნდა წააგოს, მაგრამ ნუ ვისთან უნდა წააგოს, რავი რა დარჩა. მაგაზე მე ვილაპარაკ, ვისთან წურავ წაგებას, მაგრამ უყურე ძალიან ბევრს უშვებს ბარსელონა. სელტასთან გაუშვა 3 ბურთი, 4 ხო გაიტანა. ხო, სელტასთან გაუშვა 3 ბურთი, დორტმუნდთან გაუშვა 3 ბურთი, ნუ ინტერთან გაუშვა 3 ბურთი, ბენფიკასთან რამდენი ბურთი აი უაზროდ ბევრ ბურთს უშვებს. ინტერი ძალიან ბევრი. არა, ძალიან ბევრი. არა, ინტერი მაგდანს არ უშვებს. ნუ ახლა 3 ხო გაუშვა აგერ და კიდე მეტი ჩეზლო გაიშვა თავის ხო, მაგრამ ინტერი აქამდე მოვიდა ისე რომ მთელ ჩემპიონატში ჰქონდა 5 ბურთის უგაშვებული. აქედან ნუ მეტოქეები ახლა რატო მეტოქეები? არსენალი, სიტი, ბაიერნი. ლიგის ფაზაში ერთი გოლი ქონდა გაშვებული. ხო, ეტაპზე ახლა ისეთი ის იყო. სიტი ინტერიმ ძალიან კარგად მახსოვს რომ ეს იყო რაღაც პირველი ტური 8 თამაშიანი იმის და სადაც ორივე თulisო ჩვენ გავალთ და მოდი იქ საერთოდ მე მახსოვს რომ ინზაგი ასვენებდა ხალხს რომ რაღაც ნაპოლისთან გვაქვს ჩემპიონატი სათამაშო და რაღაც ეგეთი ისინი იყო ხო? ბაიერთან ინტერმა წააგო და გადარჩა რომ მე არ წააგო 3-0 არსენალთან გაუმართლა მოდით ხო. თუ ყურებს ეს ინტერს რაღაც. ბაიერნთანაც მე ვთვლი რომ წინა იმაზე ვთქვი რომ ბაიერნს ყოლო და გამირებული ფეხბურთელები და გასულიყო რავი. ინტერს ბევრ მომენტს უქმნია. ინტერს ბევრ მომენტს უქმნია. კარგი რეალიზაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეალიზაციას, მაგრამ ბარსელონა ძალიან ბევრს უშვებს. და ინტერთან ვერავინ ვერ გავა ჩემი აზრით ისე რომ აი 4 ბურთს უეჭველი გავიტანთ. ანუ მე მგონია რომ ბარსა გაუშვებს ამ თამაშიც. ბევრს გაუშვებს ბარსა. ბევრს არ ვიცი. მინიმუმ იგივე აი მინიმუმ იგივეს ვიტყვი რაც წინა გადაცემაში. ნუ მოდი ვთქვათ რომ იდეალური რეალიზაცია ქონდა. 2-დან 2 კუთხური რომ გაგაქვს. 2 კუთხური ჩააწოდა მაგრამ. 2 კუთხური ჩააწოდა 2 გაიტანა. კაი, მოდი ახლა ძალიან დიალოგში რო არ გადაგვეზარდოთ. ერთი წუთით გაჩერდი. 2 ჩააწოდა გადამოწმებულია 912. ძალიან გაგვიგზელდა თან, ამიტომ ნელ-ნელა წავიდეთ დასასრულისკენ. ისინი ვთქვათ რა, პროგნოზები წინაზე რაც ვთქვით, კარგად დავცადე და იქნება აქაც გაამართლოს რა. ბარსელონა. ხო, ანუ როგორც თქვი, ანუ პროგნოზი როგორ ანუ მე ვთვლი რომ ბარსა შექმნის მეტ მომენტს, ბარსა გაუშვებს გოლს და ყველაფერი იქნება დამოკიდებული ბარსას რეალიზაციაზე. მეც ეგრე ვფიქრობ, კი. მე უბრალოდ მგონია რომ სადღაც გამართლება უნდა იჩინოს თავი. ჩემი აზრით ხა ინტერს რო გაერტყა 2 ძელისთვის და ეს დაждდებოდა და აუ არ გაგვიმართლა, იგივე შეუძლია ბარსას ნებისმიერ ფანს თქვას. მე ვფიქრობ რომ აქ ბარსას უფრო ოდნავ გაუმართლებს და იმედი მაქვს რომ გავა ბარსა. ეგ არის ჩემი აზრი. და მეორე თამაში? ხო, ანუ თქვი ჯერ ბარსა ინტერს და მე ხო, არა, ნუ ეხლა მართალია ძალიან ბევრ რაღაცას წურავ და იმედიანად ვარ და მეკერძოებულად ვარ. რეალურად შანსები ალბათ 52-48-ზეა ბარსელონას სასარგებლოდ. უბრალოდ ისევ ნუ იამალი ეგეთ თამაშს იმედი მაქვს რომ როგორც მინიმუმ კიდე ეხლა ერთ კვირაში ვერ ითამაშებს, ერთ კვირაში როცა არის თამაში, კარგად ითამაშებს, მაგრამ თლად ეგრე ვერა. ინტერის გამოცდილების და რამდენი ხნის მერე პირველად იქნება დასვენებული ინტერი.
მაგიტო ვაძლევ მაგ ხელაშანს, თორე ნუ რეალურად ძალიან მონსტრია ეს ბარსელონა და ძალიან გაუჭირდება ინტერს, მაგრამ ინტერს აქვს თავისი ბევრი პლუსი. ბარსელონა ინტერი არის ანტი ბარსელონა, ბარსელონა არის ანტი ინტერი რა. რომელი უკეთ გამოიყენებს თავის პლუსებს და რომელს უფრო მეტად გაუმართლებს. მანდ გავა, თორე ესე შანსები არის 52-48-ზე ბარსას სასარგებლო. კი, გამართლებას ბუნებრივია, რომ თუ არ გაგიმართლა ნახევარფინალში, რაზეა საუბარი. ამიტომ ნახო. იქეთ PSG-სკენ ვიხრები მე პირადად თან გულ შემატკივრობ. მეც, მაგრამ საერთოდ არაფერი არ არის დამთავრებული. PSG-ს აქვს ორი, ერთი მხრივ თუ Arsenal-ს რაღაც მომენტში მოუწევს გარისკვა, მაინც ჩამორჩენ აქ გარეში. გად მივიდნენ რაღაც პირველი ტაიმი დამთავრდა 0-0 და მე Arsenal უნდა გარისკოს. PSG წარმოუდგენლად სახიფათო კონტ შეტევებზე. თუ არ გარისკა PSG შეუძლია ბურთი აკონტროლოს. ამის უნარიც თავისუფლად აქვს, ანუ ეს ორი დიდი უპირატესობა აქვს. პარტის დაბრუნებაც ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი ბუსტი იქნება Arsenal-ისთვის, იმიტომ რომ ეს მარტო პარტის დაბრუნებას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს კიდევ ორი ფეხბურთელის უფრო კომფორტულ პოზიციაში გადასვლას. ხო და მანდაც ორივე სჭირდება. PSG-საც სჭირდება გამართლება და მანდ უკვე რადგან მოგებული აქვს PSG-ს ეგ თამაში 55-45-ზე რა. თან კომფორტულ სიტუაციაშია რა. მოგებული ახ პირველ სახლში გასვლაზე იგებდა ჩამოდიხარ და სახლში თამაშობ რა თქმა უნდა კომფორტულ სიტუაციაში ხარ თან ლუის ენრიკეს გუნდი საერთოდ არ გზნობს თავს იმათ რა ქვია ანუ პრაგმატულ ფეხბურთშიც ძალიან მშვენივრად თამაშობენ რა даже პირველ თამაშიც იყო მომენტები როცა პრაგმატულად ესე ძალიან შვიდად ის ჩასხდნენ დაცვაში მე ამოიწიეს ეტაპობრივად კარგი ეს არის პრინციპში რაც გვინდოდა გვეთქვა ისედაც გაგვეწელა ხო ბოლოსკენ კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო გამოიწეროთ ჩვენი არხი და გავაგზავნოთ პრინციპში ფეხბურთზე საუბარი. ტრადიციულად დაიმშვიდობები? ითამაშეთ ფეხბურთი, უყურეთ ფეხბურთს, გაწურეთ ინტერის ფინალში გასვლა და გიყვარდეთ ფეხბურთს. თუ სპონსორობით დაინტერესებული იქნებით, აღწერაში იქნება ჩვენი მობილურის ნომერიც და იმეილიც იმისთვის, რომ შემოგვეხმიანოთ. დროებით.